როკ ლეგენდები. Depeche Mode წარმოუდგენლად კარგი ჯგუფია. მათ ტექნო პროდიუსერები, პოპ შემსრულებლები და მეტალ ჯგუფები შთააგონეს. მათ სურდათ ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ გიტარების, დასარტყამი ინსტრუმენტების და როკ-ენ-როლის ტრადიციული წყობა საჭირო არ იყო. მათ ყველაფერი თავისებურად გააკეთეს. მათი ისტორია ნამდვილი sapnis ოპერაა. ეს არის ამბავი მეტად ფაუსტური გარიგების შესახებ. გარკვეულწილად საკმაოდ რომანტიკულები და უმანკოები არიან, მაგრამ მეორე მხრივ ვულგარულები. ისინი ანდერგრაუნდიდან წამოვიდნენ, შემდეგ კი აბსოლუტურ მეინსტრიმად იქცნენ და სადღაც აი ამ განსხვავებული ადგილებიდან იქნება Depeche Mode. Depeche Mode 70-იანი წლების მიწურულს ესექსის საგრაფოს ქალაქ ბეზილდონში ჩამოყალიბდა. მათ წინაშე არსებულ ახალ აწლეულს ელექტრონულ მუსიკაში რევოლუცია უნდა მოეხდინა და ბენდმა ეს ტალღა ზუსტად დაიჭირა. ყველაფერი სამი მეგობრით, ენდი ფლეტჩერით, ვინს კლარკითა და მარტინ გორით დაიწყო, რომლებიც ბეზილდონის სხვადასხვა ბენდებში ტრიალებდნენ. შემდეგ მათ დაინახეს ვოკალისტი ბავშვური სახის მქონე მომღერალი სახელად დეივ გაანი, რომელიც ახალგაზრდულ კლუბში საოცრად თუ არ ვწდები დევიდ ბოუის She-Rolls მომღერალთა. მათ კი ის ჯგუფში მიიწვიეს. Depeche Mode ელექტრონული მუსიკის პირველ ტალღას მიჰყვა. გულისხმობ შეფილდიდან წამოსულ არტისტებს, როგორებიც იყვნენ Pet Gadget და Human League. მაშინ ნამდვილად არსებობდა განწყობა, რომ ამ ახალი მოწყობილობებით, რომელსაც სინთეზატორები ერქვა, საოცარი რამეების გაკეთება შეიძლებოდა. დაახლოებით ამ პერიოდში ისინი პორტატული გახდა, მოდულარული სინთეზატორების მსგავსად და ბენდს ეს ძალიან შეუყვარდა. მათ შეეძლოთ ინსტრუმენტი ჩემოდანში ჩაედოთ, კონცერტზე ფეხით მისულიყვნენ და გამაძლიერებელიც კი არ ჭირდებოდათ. ისინი ერთ-ერთი პაბის ზედა სართულზე აწყობდნენ საღამოებს, სადაც ადრეულ ელექტრონულ მუსიკას უკრავდნენ. უცნაურ ტანსაცმელში გამოეწყობოდნენ ხოლმე და გარეთ გამოსვლისას ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან აგრესიას და შეურაცხყოფასაც კი იღებდნენ. Depeche Mode-ზე რეალურად სამმა მთავარმა ფაქტორმა მოახდინა გავლენა და ყველა მათგანი ვინს კლარკის ირგვლივ ტრიალება, რომელიც იმ დროს სიმღერების ავტორი იყო. მას უყვარდა ეს ოდნავ წვრილი პოპური ელექტროსინთეზი ჟღერადობა. განსაკუთრებით ჯგუფ ორკესტრალ მანევრას in the Dark-ის სიმღერა სახელწოდებით Electricity, რომელიც თითქოს ადრეული Depeche Mode-ის ერთგვარი შაბლონია. ფიქრობ, წინა ბენდებში მათზე უფრო მეტად ისეთი ბნელი მუსიკა ახდენდა გავლენას, როგორიცაა Cure და Ultravox, თუმცა OMD-ის გავლენა მათზე ადრეულ მუსიკაში ნამდვილად ისმის. ასევე The Human League და თავად Daniel Miller. Daniel Miller-ის ლეიბლთან Mute-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჯგუფმა თავისი პირველი სინგლი Dreaming of Me გამოუშვა. მათმა პირველმა სინგლმა ნამდვილად აჩვენა დიდი პოტენციალი. მან როგორღაც მოახერხა ბრიტანულ ჩარტებში 57 ადგილზე გასვლა. ეს იყო დასამახსოვრებელი, თუმცა ამავდროულად ძალიან სადა და ნაზი კომპოზიცია. ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, რადგან მაშინ ახლავთ ხედავ თუ როგორ ბენდად ჩამოყალიბებას აპირებდა Depeche Mode. აქ უკვე ისმის დევ გაანის ძალიან სპეციფიკური გამორჩეული ვოკალი. ის ჯერ კიდევ ოდნავ დაუმუშავებელია, თუმცა უკვე შეგიძლიათ მოისმინოთ ის უნიკალური ხასიათი, რომელიც მოგვიანებით მათ საფირმო ნიშნად იქცა. Depeche Mode ჩარტებში მაღლა ასვლას აგრძელებდა და მათი მესამე რელიზით Just Cannot Get Enough მათ უკვე გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო ათეულში დაიმკვიდრეს ადგილი. სიმღერა რეალურად იდეალური სინთ-პოპ ტრეკია. ეს შესანიშნავი პირველი განაცხადია. ეს ის სიმღერა, რომელსაც ბევრი ადამიანი დღემდე უბრუნდება. ეს არის მათი პირველი ნამდვილი ჰიტი, რომელიც ყველა რადიოში ტრიალებდა და უკვე მესამე სინგლისთვის ეს ბენდი თითქმის ყველასთვის ცნობილი სახელი გახდა. კლიპში ისინი ოდნავ სადომაზოხისტურად გამოიყურებოდნენ, თითქოს რომელიმე ლეზერ კლუბიდან ყოფილიყვნენ, მაგრამ ამავდროულად ისინი ქმნიდნენ ყველაზე მსუბუქ პოპურ ელექტროპოპს, რაც გილდეს მომისმენია. დიახ, მათში ნამდვილად იყო ინტრიგა. ეს იყო მომენტი, როდესაც გაიფიქრებდით. დიახ, Depeche Mode ჩვენთან კიდევ დიდხანს დარჩება. ეს კლიპი გახდა ერთადერთი, რომელშიც ვინს კლარკი მონაწილეობდა, რადგან მან ჯგუფი რელიზიდან მალევე დატოვა.
იმის გამო რომ იმ დროს მენეჯერი არ ყავდათ და როგორც თავადვე ამბობენ, თანხმდებოდნენ ყველა ინტერვიუს, ესაუბრებოდნენ ყველას, გამოდიოდნენ ნებისმიერ ტელეშოუში, რასაც როგორც ჩანს მოგვიანებით ნანობდნენ კიდეც, კლარკმა ამ ყველაფრისგან გამოწვეულ წნეხს უბრალოდ ვერ გაუძლო. ის მათი მუსიკალური გულისცემა იყო. მათი ერთადერთი სიმღერების ავტორი და რაც ყველაზე უცნაურია, მან ჯგუფი დატოვა, რადგან პოპ ვარსკვლავობა დიდად არხიბლავდა. რას აკეთებს? მიდის, რათა ჯერ ჯგუფი იაზუ ჩამოაყალიბოს და შემდეგ ერაიჟა და კიდევ უფრო დიდი პოპ ვარსკვლავი ხდება. მისი შემცვლელი კი ალან უაილდერის სახით იგონეს. იმის დასამტკიცებლად, რომ ბენდს წარმატების მიღწევა თავისი მთავარი კომპოზიტორის გარეშე შეეძლო, დეპეშ მოუდმა უაილდერის საპროდიუსერო უნარები გამოიყენა და მათი ამბიციებიც კიდევ უფრო გაიზარდა. ალან უაილდერს სხვებთან შედარებით ბევრად კარგად შეეძლო მუსიკის შექმნა. მისი მუსიკალური განათლება და ცოდნა ძალიან მაღალი იყო. მარტინ გორს ჰქონდა იდეები. დევიდ განს სათანადო იმიჯი და განწყობა. ალან უაილდერთან ერთად კი მათ საკუთარი ჟღერადობის გაფართოება შეეძლოთ. მან ბენდში მუსიკალური სიმკაცრე და აკურატულობა შემოიტანა. ალანმა მათი ჟღერადობა თანამედროვე სტანდარტებამდე აამაღლა. ის იყო პროდიუსერი, შემსრულებელი და ბენდის სრულუფლებიანი წევრი. დევიდ ბოუის ნაბიჯების კვალდაკვალ ბენდი დასავლეთ ბერლინში ჰანსა სტუდიოში გადაბარგდა, სადაც ბოუიმ თავისი საკულტო ბერლინური ტრილოგია ჩაწერა. შედეგად მიღებულმა ალბომმა Construction Time Again ჯგუფის ჟღერადობაში დრამატული ცვლილებები აჩვენა. მათზე უდიდესი გავლენა მოახდინა თავად დასავლეთ ბერლინის კულტურამ და ნაწილობრივ იმ მუსიკალურმა ხმებმა, რომლებიც იქიდან მოდიოდა. მაგალითად, აინშტაინზე და ნოიბაუტენმა, რომლებიც უკიდურესად ექსტრემალურები იყვნენ და უხეშად რომ ვთქვათ, ლითონს ურტყამდნენ და ამას მუსიკალურ ჩანაწერებად აქცევდნენ. სწორედ მათ შემოიტანეს ეს მეტალის ჟღარუნი დეპეშ მოუდში, რაც მანამდე არასდროს გვსმენოდა. ბერლინი იდეალურად ჯდება დეპეშ მოუდის ესთეტიკაში. ეს არის ომის შემდგომი ბრუტალური, მაგრამ მომნუსხველი და ოდნავ ტრანსგრესიული ადგილი, სადაც გონია რომ ყველაფერი შესაძლებელია. ამასთანავე ბერლინი საკმაოდ ღარიბი და საშიშიც იყო. ეს ძალიან მიმზიდველი და ეგზოტიკური იყო ბეზილდონის გარეუბნიდან წამოსული ბავშვებისთვის. სიმღერამ Everything Counts ბენდის უფრო პოლიტიკური და სოციალური მხარე გამოაჩინა. ტექსტები ბევრად უფრო მეტად იყო გაჯერებული ამ ტიპის თემებით და ამან ნათლად აჩვენა, რომ მარტინ გორის როგორც სიმღერების ავტორის ხელწერა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ძალად, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწია. ეს იყო გარდამავალი სინგლი, რომელმაც დეპეშ მოუდს უფროსების მუსიკისა და სერიოზული მსმენელის აღიარებისკენ კარი გაუხვა. 1984 წელს დეპეშ მოუდმა გამოუშვა სინგლი People Are People. ამ ტრეკმა მათ ის წარმატება მოუტანა, რომელიც მანამდე ევროპის დანარჩენ ნაწილსა და აშშ-ში ხელიდან უსხლდებოდა. სიმღერამ ბილბორდის ჩარტებში მე-13 ადგილი დაიკავა. მარტინ გორმა უარი თქვა ამ სიმღერაზე და თავისი რეპერტუარიდანაც ამოიღო. მისი აზრით, სიმღერა ოდნავ ბანალურია, მაგრამ ის დასავლეთ გერმანიის ჩარტებში პირველ ადგილზე გავიდა, რამაც უზარმაზარი პრესტიჟი მოუტანა. მათ აიღეს ბერლინური ჟღერადობა, უკანვე დააბრუნეს და გერმანელებს ეს ძალიან მოეწონათ. ეს ჩანაწერისთვის მართლაც საერთაშორისო მოძრაობად იქცა და გზა გაუხსნა საზოგადოების ბევრ სხვადასხვა ფენას. ხალხმა აიტაცა მისი ტექსტის ძლიერი, გამაერთიანებელი გზავნილი. ეს სინგლი წინ უძღოდა ალბომს Some Great Reward. ჩანაწერი მიანიშნებდა ჯგუფის ტონალობის ცვლილებაზე. Some Great Reward-მა დაიწყო მინიშნებები იმ საკმაოდ ბნელ სექსუალურობაზე, რომლითაც ბენდი ყოველთვის ეთამაშებოდა მსმენელს. რა თქმა უნდა, მარტინ გორის ადრეულ კლიპებს თუ შეხედავთ, მას თითქოს ანგელოზის სახე ჰქონდა, მაგრამ ამავდროულად ეცვა რაღაც ეროტიკული თეთრეულის მსგავსი. აი თუნდაც Master and Servant. ბენდი, რომელიც წარსულში ასე სათუთად მღეროდა, ახლა ბევრად უფრო მძიმე ხდებოდა როგორც მუსიკალურად, ისე ტექსტობრივად და თავისი განწყობითაც. ალბომი ამერიკაში საკმაოდ გაჰიტდა. როგორც ხდება ხოლმე ხშირად არის დიდი ინგლისური ბენდები. ფიქრობ რომ მათ შესახებ ყველა სმენია, მაგრამ მერე შტატებში მიდიხარ და აღმოჩნდება რომ მათ იქ არავინ იცნობს. თუმცა აღმოჩნდა რომ დეპეშ მოუდი ამერიკაში უბრალოდ გიგანტია. იქ არსებობენ ადამიანები, რომლებიც თინეიჯერობაში მათ კონცერტებზე დადიოდნენ.
ბენდმა ბნელი თემების კვლევა ალბომით Black Celebration გააგრძელა. როგორც უკვე გოთური და ალტერნატიული მუსიკის ბაზრის ერთ-ერთმა წამყვანმა ძალამ, Depeche Mode-მა სინგლისთვის A Question of Time კლიპის გადაღება როკ ფოტოგრაფ ანტონ კორბეინს თხოვა. კორბეინი განსაცვიფრებელი რეჟისორია. დიდ პატივს უწევს მის შემოქმედებას და ვფიქრობ, რომ მისი და Depeche Mode-ის კავშირი ულამაზესი კომბინაციაა. მისი ნამუშევრები ჯერ კიდევ ჯგუფ Joy Division-ის პერიოდიდან იწყება. მას აქვს თავისი სტილი, რომელიც ძირითადად ჩავთეთრია და ძალიან მელანქოლიური განწყობით სავსე. მისმა კლიპებმა ზუსტად დაიჭირა პირველი ამერიკული ლანდშაფტის ფიზიკური ბუნება. მისი გრანდიოზულობა, მისი სიმკვეთრე და ასევე იდეალურად შეიგრძნო Depeche Mode-ის მასშტაბური კინემატოგრაფიული რიტმი. მან ეს ორი რამ ერთმანეთს დააკავშირა. დაუმატა სურეალისტური ელფერი, რის გამოც ამერიკის აბსოლუტურად ყველა მუსიკალურ ტელეარხს ამ კლიპების დატრიალება სურდა. საკუთარ ახალ ჟღერადობაში უფრო მეტად დარწმუნებულმა ბენდმა ალბომზე Music for the Masses მუშაობისას პირველად დაიქირავა პროდიუსერი თავისი მშობლიური ლეიბლის მიოთის მიღმა. რეალურად ვფიქრობ, რომ Music for the Masses სწორედ ის წერტილი იყო, სადაც Depeche Mode უცნაურია, მაგრამ უფრო ნაკლებად კომერციული ხდებოდა. ისინი ჟღერდნენ ნაკლებად კომერციულად, ან სულ მცირე, უფრო უკომპრომისოდ და მიუხედავად ამისა, სულ უფრო და უფრო დიდები ხდებოდნენ. ალბომს მუსიკამასებისთვის დაარქვეს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ირონიით გააკეთეს. ეს ხუმრობა უნდა ყოფილიყო. ეს მუსიკა თითქოს სულაც არ არის მასებისთვის და ვფიქრობ, მათ ეს პროექტი საკმაოდ კომპლექსურად მიაჩნდათ. ისინი ოდნავ ირონიულები არიან, მაგრამ ამავდროულად აბსოლუტურად გულწრფელებიც. 1990 წელს ბენდის სტუდიაში ცნობილ პროდიუსერ ფლატთან ერთად შევიდა. რამდენიმე წლის წინ ფლატმა უდიდეს წარმატებას მიაღწია ჯგუფ U2-ს ალბომით The Joshua Tree, ხოლო მისმა მუშაობამ Depeche Mode-თან ბენდისთვის უდიდესი კომერციული გარდატეხა მოახდინა. Violator მართლაც საინტერესო ჩანაწერია, რადგან ვფიქრობ, სიმღერების წერისა და ჩაწერის პროცესში მათ ბევრად უფრო თავისუფალი მიდგომა აირჩიეს. ეს ბევრად უფრო კოლაბორაციული ალბომი იყო, არა თავად სიმღერების ავტორობის კუთხით, რადგან მარტინ გორი კვლავაც თავად წერდა მუსიკას, არამედ სტუდიაში სხვების ჩართულობის თვალსაზრისით. ამიტომ საბოლოო პროდუქტი ბევრად უფრო მეტად იყო საერთო გუნდური შრომის შედეგი, ვიდრე ადრე. მახსოვს, როდესაც პირველად მოვისმინე Personal Jesus, გაუცებული და აფრთხოვანებული ვიყავი, რომ ეს Depeche Mode იყო. მაშინ უზარმაზარი ენერგია დევს და ვფიქრობ, ეს რეალურად იმ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი რიფია. ეს სიმღერა ყველამ იცის. მისი რამდენიმე შესანიშნავი cover ვერსია შეიქმნა. ჯონი ქეშით დაწყებული, Marilyn Manson-ით დამთავრებული. Violator იქცა Depeche Mode-ის ყველაზე გაყიდვად ალბომად, ხოლო დაშშში მისი 4 მილიონი ნახევარი ასლი გაიყიდა. სინგლმა Enjoy the Silence ხელი შეუწყო ამ გაყიდვებს და საერთაშორისო მასშტაბით ოქროს სტატუსი მიიღო. Enjoy the Silence მიმაჩნია, რომ ეს მათი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერაა. ვიждები მის ჰარმონიებსა და აკორდების პროგრესიაზე. ის თითქოს იშლება, ოღონდ ძალიან ნელა, მაგრამ ამ ენერგიასა და საოცარ-აურას მთელი სიმღერის განმავლობაში ინარჩუნებს. დეივის ვოკალი კი ბოლომდე აბრაშუმებით ნაზია, თუმცა მაინც დაკრავს ის ძალიან სასიამოვნო საფიქრო სიმკვეთრე. ვფიქრობ, ეს კლიპი მათი საუკეთესო ნამუშევარია. მასში დეივ გაანი მეფესავითაა გამოწყობილი და დადის სხვადასხვა ადგილებში, პორტუგალიაში, შვეიცარიაში, ირლანდიასა და ბევრ სხვა წერტილში. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვათ, კლიპის უდიდეს ნაწილში მას უბრალოდ ეზარებოდა სიარული და ძირითად კადრებში მის ნაცვლად დუბლიორი დააბიჯებდა. მაგრამ მთავარი იდეა ის იყო, რომ იგი გახლდათ მეფეს საკუთარი ტერიტორიის გარეშე, რომელიც ეძებდა ადგილს, სადაც თავის სულს მოასვენებდა. 90-იანი წლების დასაწყისში კი მუსიკალური ლანდშაფტი მკვეთრად იცვლებოდა. გრანჟ მოძრაობა ისეთი ბენდების სინამძღოლობით, როგორც იყვნენ Nirvana და Pearl Jam, სრულიად დომინირებდა რადიო ეთერში. პარალელურად, დევიდ გაანის საცხოვრებლად ლოს-ანჯელესში გადავიდა.
ამ პერიოდში იწერებოდა ალბომის Songs of Faith and Devotion, როდესაც grunge-მა მუსიკალური ლანდშაფტის შეცვლა დაიწყო. ამან Depeche Mode's ერთგვარი ნებართვა მისცა გიტარების ჟღერადობა უფრო დაემძიმებინა და გაიუფეშებინა. ასეთი მასშტაბის ჯგუფისთვის, რომელიც სტადიონებს აავსებდა, სრულად grunge-ის ტალღაზე გადასვლა მაინც და მაინც არ იმუშავებდა. მაგრამ ამის მიუხედავად, გაუწყობების ის გრძნობები, რაც grunge-ს ახასიათებდა, იდეალურად დაემთხვა იმ გაუწყობების განწყობას, რომელიც Depeche Mode-ის მუსიკაში სადღაც ყოველთვის არსებობდა. ალბომის მხარდამჭერი ტური ბენდისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა. 14 თვის განმავლობაში მათ 159 კონცერტი ჩაატარეს. ჯგუფის წევრებს შორის კი დაძაბულობა სულ უფრო იზრდებოდა. ამას მოყვა შემდგომი საკონცერტო ტურნე Devotional Tour, სადაც დეივიდ გაანი უკვე წარმოუდგენლად და მძიმედ იყო დამოკიდებული ნარკოტიკებზე. მარტინ გორის ფარულმა სიყვარულმა ალკოჰოლისადმი მართვა დაკარგა, ხოლო ენდი ფლეჩერის მსგავსად ფარულმა დეპრესიამ მასზე სერიოზული გავლენის მოხდენა დაიწყო. ალან უაილდერი კი მარტო ცდილობდა ეს ყველაფერი როგორმე ერთად შეეკავებინა. და გასაკვირი არ არის, რომ მას ნერვებმა უთხונה. ალან უაილდერმა გააკეთა ფანტასტიკური, საკმაოდ ამაყი და ოდნავ ქედმაღლური განცხადება იმის შესახებ, თუ რატომ ტოვებდა ჯგუფს. ეს ეხებოდა მასზე დაკისრებულ სამუშაოს უზარმაზარ მოცულობას და იმ ფაქტს, რომ მის შრომას ბოლომდე არასდროს აფასებდა. ასე რომ ეს ცოტა არ იყოს, გავს სიტუაციას, როცა მეგობრები ჯგუფში ერთი ადამიანი აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს და უცებ ამბობს, მოიცათ ერთი წამით. სხვები რატომ არაფერს აკეთებენ? მოკლედ, მან ჯგუფი დატოვა. დეივ გაანის ნარკოდამოკიდებულებამ რეალურად დიდი როლი ითამაშა იმაში, რომ Depeche Mode-ის ყოველგვარი წინსვლა რამდენიმე წლით საერთოდ შეჩერდა. და როგორც ნებისმიერ საქმეში, როგორც კი ერთიანი ფრონტი ირღვევა, როგორც კი ერთი ადამიანი აღარ არის ადგილზე, არ მოდის რეპეტიციებზე, ვერ ახერხებს სიმღერის დაწერას ან ვოკალის ჩაწერას, მაშინ ემოციები პიკს აღწევს. იმ პერიოდში მასთან მუშაობა ნამდვილი კოშმარი იყო. ფიქრობ, ნარკოტიკებს უკვე მთლიანად ყავდა მისი ცხოვრება აყვანილი. დოზის გადაჭარბების შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებით გაანის სარეაბილიტაციო ცენტრში გაგზავნეს. მომდევნო ალბომის ჩაწერის სესიები რამდენჯერმე ჩაიშალა, მაგრამ როგორც კი გაანის სუფთა დაბრუნდა, მათ საბოლოოდ დაიწყეს მუშაობა სტუდიაში ალბომ Ultras ჩასაწერად. It's no good. ვფიქრობ, ეს იყო არასწორი ვიდეო, არასწორ დროს. როდესაც დეივ გაანის ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა წევრების სირთულეების საჯარო განხილვის საგანი ხდებოდა, ვფიქრობ, ამ ტიპის კლიპის გადაღება ნამდვილად შეცდომა იყო. ვფიქრობ, ეს მათ იუმორისტულ მხარეს აჩვენებს. ჩვენ მათ ასე დიდხანს ვხედავდით, როგორც ძალიან პირქუში დუმალ და არტისტულ ბენდს. ეს კი მათ სულ სხვა კუთხით აჩენს და ეს ერთგვარი გართობა. დეივ გაანი ძალიან ირონიულია. სახეს მანჭავს და მის გვერდით კი ეს ორი ეგზოტიკური მოცეკვავეა. ასე რომ, ეს უფრო იაფასიან, გაშარჯებულ სტილშია გაკეთებული, ვიდრე ვულგარულში. მთელი კონცეფცია აგებულია ერთგვარ იაფასიან კაბარეზე. Bony fingers close around me, long and spindly, death becomes me. Heaven, can you see what I see? მიუხედავად იმისა, რომ ბენდის სრული კოლაფსის პირას იყო, ალბომი Ultra Depeche Mode-ისთვის უდიდეს წარმატებად იქცა. გრანდიოზული სინგლების ტურნეს შემდეგ განახლებული ენერგიით მათ სრულიად ახალი ჟღერადობა მოირგეს. ალბომმა Exciter ყველაფერი მინიმალისტურად გააუბრალობა. ასეთი მასშტაბის ბენდს შეეძლო ყველაფერი ერთად დაეხმარებინა მუსიკაში. მათ კი პირიქით ხნეს და ეს მიდგომა მათ ძალიან მოუხდა. Can you feel a little love? Can you feel a little love? Depeche Mode წინააღმდეგობების ბენდია. მათში ყოველთვის უამრავი განსხვავებული რამ ხდება ერთდროულად. ერთის მხრივ ისინი საკმაოდ რომანტიკულები და უმონკოები არიან, ხოლო მეორე მხრივ ვულგარულები. ვფიქრობ, რომ ისინი ნამდვილად underground-დან არიან, შემდეგ კი აბსოლუტურ mainstream-ად იქცევიან. და აი ასე, სადღაც ამ ყველა განსხვავებულ წერტილს შორის ერთმანეთს ხდება Depeche Mode. ბენდმა განაგრძო საკუთარი ჟღერადობის განვითარება და ძალები გააერთიანა პროდიუსერ Ben Hillier-თან 2005 წლის ალბომისთვის Playing the Angels.
გაანი პრაქტიკულად სრულად დაუბრუნდა ძველ ფორმას. მას უკვე გამოშვებული ჰქონდა სოლო ალბომი, რომელსაც საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად. და როგორც ბევრი სხვა ნარკორეაბილიტაციის შემდგომ პერიოდში, მასაც საკუთარი თავის გამოხატვა სურდა. ასე რომ დეივ გაანმა იმ ადამიანებთან კოლაბორაციით, რომლებთან ერთადაც თავის სოლო ალბომზე მუშაობდა, ჯგუფისთვის 3 სიმღერა შექმნა. Depeche Mode-მა Ben Hillier-თან მუშაობა კიდევ მომდევნო 2 ალბომის განმავლობაში გააგრძელა. ესენია Sounds of the Universe და Delta Machine. Wrong მართლაც შესანიშნავი ტრეკია. ის აჩვენებს, რომ მათ კვლავად შეუძლიათ უმაღლესი ხარისხის პროდუქტის დადება. ის გარკვეულწილად გაუცხოებულია, მაგრამ ამავდროულად იმედის მომცემი. ის მეინსტრიმიცაა და ანდერგრაუნდიც. Ben Hillier-ის წვლილი Depeche Mode-ის შემოქმედებაში ყოველთვის საკმაოდ დიდი დებატების საგანია. ის 3 ალბომი, რომელიც მან ჩაწერა, არ არის Depeche Mode-ის საუკეთესო ნამუშევრები, მაგრამ ვფიქრობ, მან ბენდს წინსვლის ძალა შეუნარჩუნა, რადგან მისცა მათ საშუალება განევითარებინათ თავიანთი ბლუზური მხარე ისე, რომ არ დაეკარგათ ეს საფირმო სინთეზატორული ჟღერადობა. ამით Depeche Mode-მა საკუთარი თავის ხელახალი იდენტიფიკაცია მოახდინა. ვფიქრობ, Depeche Mode-მა დაამტკიცა, რომ უდიდესი გავლენა მოახდინა უამრავ სხვა არტისტზე. მათ ძალიან უნდათ ყველასთვის დაემტკიცებინათ, რომ მუსიკის შესაქმნელად სულაც არ გჭირდება სტანდარტული წყობა გიტარების, დოლების და როკ-ენ-როლის სახით. უამრავი ადამიანისთვის ისინი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ბენდი. მათთვის ეს ერთგვარი ცხოვრების წესია. მათ მუსიკაში არის ისეთი რეალიზმი და სიმართლე, რომლითაც ხალხს მართლა სჯერა. Little Dot Studios ნაწარმოები. პროდიუსერი ლინდი სევილი. გახმოვანებულია ვინილი ჯის მიერ.